ჩვენ ზელენსკის სახით გვესაუბრება უაღრესად მნიშვნელოვანი ლიდერი აწ უკვე მსოფლიოსი. ისრაელში ხალხი იცით ზელენსკის რას ეძახის? დავითის ლომი, დასავლეთის გმირი, დასავლეთის მცველი. ჩავიდა როგორც ახალი ლეონიდე. ხელს კიდევდნენ. უკრაინას ძალიან გაუმართლა, რომ ამ ომში მას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ზელენსკი, ასეთი ვაჟკაცი, ასეთი მეომარი. მთელი მსოფლიო გაოგნებულია ამ პიროვნებით. ეს არის უკრაინის გამართლება. ზელენსკის ასე ვთქვათ მაგალითს რო გავყვე, მეცით რითი ვარ გაოგნებული უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიძლიერით, რომელიც აი თითქოს აი ზელენსკი გამოხატავს უკრაინას. მისი სული ლაპარაკობს. პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სამყაროს მორალური ლიდერია. ლიდერები ქმნიან ისტორიას, დღეს ისტორიას ქმნის ლიდერი ზელენსკი, რომელიც ეს არის მსოფლიო გმირი, დღეს არის მოვლენა. სამყაროს აჩუქა კაცობრიობას აი ეს ადამიანი, ხო? გმირი უკრაინელი არის, გმირი პრეზიდენტი. მსოფლიოს ყავს ორი ლიდერი. დღეს არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. ზელენსკი არ არის რაღაც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ხო? ეს არის ის განსაზღვრავს დიდწილად დღეს ჩვენ პარტნიორებში, მთლიანად დასავლეთში პოლიტიკურ, ესე რომ ვთქვათ, ტრენდს. უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა თავმჯდომარემ ვლოდიმერ ზელენსკიმ მოვიწვიოთ და ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მიმართოს ქართულ ხალხს და აჩვენოს, რას ნიშნავს ლიდერობა. მაგრამ იცით, ზელენსკის რეიტინგი არც თუ ისე მაღალია რბილად რომ ვთქვათ.